დღეს მსოფლიოს მართლმადიდებელთა ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. მწუხელ სამების საკათედრო ტაძარში შობის ღამეს საშობაო ლიტურგია გაიმართა, მას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე არ ესწრებოდა. პატრიარქის საშობაო ეპისტოლე საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა. ილია მეორის ეპისტოლიდან განსაკუთრებით საინტერესოა ის მონაკვეთი, სადაც პატრიარქი სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობს. მაშინ ათქვამე, რომ სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდა. ეპისტოლეში წერია ასევე ფრაზა: გამაუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ. საშობაო ეპისტოლე არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა წაიკითხა. ჩვენი გონება ხშირად ვერ აცნობიერებს სინამდვილეში ვისი მსახურნი ვართ. ამიტომაც ვცდებით საკუთარი თავი კი მართალი გონია. მაგალითად დღეს სიყვარულზე და თავისუფლებაზე ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებს და ისინიც, ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ. სიტყვის თავისუფლებას ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისაკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას. ვინც ნებისმიერ ადამიანში ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს. საშობაო ეპისტოლეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული. მისი თქმით, ცივგულად წერილების წერის ნაცვლად უმჯობესია შობის ღამეს მაინც იმ ადამიანების გულში ჩავიხედოთ, ვისაც სიცოცხლე და ცხოვრება გაუმწარეს, მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციურ წესრიგში ქვეყნის გადარჩენას მოითხოვენ. ცივგულად წერილების წერის ნაცვლად უმჯობესია შობის ღამეს მაინც იმ ადამიანების გულებში ჩაიხედოთ, ვისაც სიცოცხლე და ცხოვრება გაუმწარეს, მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციურ წესრიგში ქვეყნის გადარჩენას მოითხოვენ. დღეს ქრისტე შობაა და არა რაიმე სახის ხელისუფლების, მოკვდავის კულტის ან მორალისტობის დღესასწაული. ღმერთი განხორციელდა თავისი ჯვარცმისა და მასთან ერთად შენი აღდგომისთვის. ის ყველას გულის კართან აკაკუნებს და არავის უმტრობს გულის ან სახლის კარებს. ის შენი სულის საცხოვრისში შემოშვების ნებართვას გთხოვს. ის მასთან სერობისთვის შენს ნებართვას, შენი ნების მონაწილეობას მოითხოვს. ქრისტე შობა ნამდვილი თავმდაბლობისა და სრულყოფილი ადამიანების დღესასწაულია. თუ ადამიანთა ჩაგვრაზე თვალს ხუჭავ და მით უფრო უარესი, სადღაც გულის სიღრმეში ამბობ იმსახურებენ, რა ფასი აქვს შენ სიტყვას, ადამიანის გულსა და გონებაში ის როგორ შეაღწევს. ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს უსიცოცხლობის სიმბოლო სიყალბე. ბოლო წლებში ქართული ოცნების პარლამენტმა გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების არაერთი შემზღუდავი კანონი მიიღო. გზის გადაკეტვის საბაბით ადმინისტრაციული წესით დააკავეს ათეულობით დემონსტრანტი. ქართულ ოცნებამ პროტესტის მონაწილეებს ტროტუარზე დგომაც კი შეუზღუდა. პროევროპული პროტესტის მონაწილეთა ნაწილი სხვადასხვა ბრალდებით უკვე მეორე წელია შობას ციხეში ხვდება.